Თქვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია უნდა დავბეჭდოთ. მე გიორგი ვარ დათუკიშვილი და წარმოგიდგენთ Microsoft PowerPoint 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. თემა ჩვენი ამ ვიდეო გაკვეთილის გახლავთ როგორ დავბეჭდოთ ჩვენი პრეზენტაცია. Ctrl+P კლავიშზე ხელის დაჭერის შედეგად გამოგვივა ფანჯარა, რომელსაც ქვია Print menu. ეს იგივეა, რაც ბრძანება File menu-ში და შემდეგ Print-ი. გამოსულ ფანჯარაში თქვენ უთითებთ რამდენი კოპიო გნებავთ, რომ დაიბეჭდოს. ასევე თქვენ აწვევით ბრძანება პრინტის, რომელზედაც უკვე არჩეული გაქვთ თუ რომელ პრინტერზე გნებავთ, რომ დაბეჭდოთ თქვენი კომპიუტერიდან. თუ დააწვევით პრინტს, ბუნებრივია დაიბეჭდება, თუმცა აქვე არის კიდევ სხვა დამატებითი პარამეტრები. ეს გახლავთ რა დავბეჭდოთ? დავბეჭდოთ ყველა სლაიდი, მხოლოდ მონიშნული სლაიდები, მხოლოდ მიმდინარე სლაიდი, ანუ რომელზედაც გეხართ, თუ ბრძანება custom range. Custom range-ში კი უთითებთ სლაიდების ჩამონათვალს, სადაც თუ დაწერთ მაგალითად 1-5-7, ნიშნავს რომ დაიბეჭდება სლაიდები 1-დან 5-დან მე-7, ხოლო თუ დაწერდით ჩანაწერს მაგალითად 5-7, დაიბეჭდება 5-6-7, მძიმე 11 ნიშნავს რომ დაიბეჭდება 5-6-7 და მე-11 სლაიდი. ასევე შეგიძლიათ დაბეჭდოთ არა მარტო ის ზემოთ ჩამოთვლილები, არამედ დაბეჭდოთ Custom Show, თუ Custom Show არ გახსოვთ, ნახეთ ვიდეო Custom Show-ს შესახებ და დაბეჭდოთ პრეზენტაცია მხოლოდ ქალებისათვის, ან მხოლოდ მამაკაცებისათვის. ასევე შეგიძლიათ ჩავრთოთ Print Hidden Slides იმ შემთხვევაში, თუ დამალული გაქვთ რაიმე სლაიდი. Print All Slide და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. როგორ დავბეჭდოთ Full Page Slide, ანუ ერთ სლაიდზე დავბეჭდოთ, ერთ გვერდზე დავბეჭდოთ ერთი სლაიდი. თუ დავბეჭდოთ თითო გვერდზე თითო სლაიდი და ნოუთები შეგახსენებთ სწორედ ის ნაწილია, სადაც პრეზენტაციის ქვედა ნაწილში თქვენ გაქვთ აკრეფილი ტექსტი, რომელიც გეხმარებათ slideshow-ს დროს შეგახსენოთ ის თემები, რომელზეც უნდა ისრაუბროთ ამ სლაიდზე. ასევე გაქვთ ბრძანება outline-ი, რომელიც გვაძლევს კონტექსტუალურ ასე ვთქვათ ჩვენი სლაიდების მხოლოდ ტექსტებს. ასევე გვაქვს ბრძანება 1 სლაიდი, გვაქვს ბრძანება 2 სლაიდი, გვაქვს ბრძანება 3 სლაიდი და ჩანაწერები, რაც ძალიან საინტერესოა დამსწრე აუდიტორიისათვის, რომ მინიშნებები გაიკეთონ 4 სლაიდი, 6 სლაიდი, 9 სლაიდი და იგივე ოღონდ ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. გარდა ამისა, ასევე გეტყვით, რომ არის ბრძანება, რომელსაც ქვია call it, ანუ როგორ აკინძოს და აკინძვა შესაძლებელია ორივე მეთოდით. თუ დავუშვათ ჩვენ ვბეჭდავთ 5 ეგზემპლარს, პირველი სლაიდი დაიბეჭდოს 5-ჯერ, მეორეც 5-ჯერ, მესამეც 5-ჯერ, მაშინ ავირჩევთ აი ამ ნაწილს 1-1, 2-2, 3-3, ხოლო თუ გვინდა რომ პირველი ეგზემპლარი თავიდან ბოლომდე, მეორე ეგზემპლარი თავიდან ბოლომდე და ასე შემდეგ, მაშინ ვირჩევთ ბრძანებას call it. აქვე არის edit, header და footer, რომელიც ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს და ვისაც არ გაქვთ ეს ვიდეო ნანახი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ წინამორბედ ვიდეოებს. და გვაქვს ასევე ფერთა პალიტრა. დაბეჭდოს შავ-თეთრად, დაბეჭდოს ფერადად თუ კიდევ უფრო ღიად. მოკლედ, ამას თქვენ უფრო გრაფიკულად. ამას თქვენი სურვილისამებრ ირჩევთ და ბეჭდავთ. მადლობა ყურადღებისათვის და გელოდებით შემდეგ ვიდეოში.